მოგესალმებით, მე ვარ ქრისტინა ბუყაძე, SSVP ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-40 საჯარო სკოლის მე-11 A კლასის მოსწავლე. ვიღებ გამოწვევას სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ბავშვთა და სასკოლო სპორტული ეროვნული ფედერაციის მიერ დაანონსებულ პროექტში გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია. ჩემს პრეზენტაციაში მინდა გესაუბროთ ქართული სპორტსმენის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის და მსოფლიოს სუპერთასის მფლობელ თეიმურაზ აფხაზავას შესახებ. თეიმურაზ აფხაზავა, მეტსახელად შავი ავაზა. თეიმურაზ აფხაზავა დაიბადა 1955 წლის 21 აპრილს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში 1979 წელს ქუთაისში მწვრთნელ იულონ ბობოხიძესთან დაიწყო. ჩაული ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი 1982-1983, ევროპის ჩემპიონი 1983-1984, SSRK ჩემპიონი 1984. მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის 1975 წელი, მსოფლიო თასის მფლობელი 1985 წელი, მსოფლიო სუპერთასის მფლობელი 1985 წელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 1983 წელი. მე-20 საუკუნის ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენი, დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენით, ღირსების ორდენით, ფილას საპატიო ორდენით, ქუთაისის საპატიო მოქალაქე 2005 წლიდან. თემურ აფხაზავა ქუთაისში გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს. სპორტული კარიერის საუკეთესო წლების არაერთი მაცდუნებელი წინადადების მიუხედავად, ის ბოლომდე მშობლიურ ქალაქში დარჩა და აქვე ემზადებოდა კვარცხლბეკების უმაღლესი საფეხურების დასაპყრობად. ჭიდაობის მაღალი კლასის, ძალიან სწრაფი ავაზისებური მოულოდნელი ილეთების, დიდი ტექნიკური არსენალისა და სახის ფერის გამო გულშემატკივრებმა მას შავი ავაზა შეარქვეს. 80-იან წლებში, როცა თემურ აფხაზავა გამოჩნდა სპორტულ ასპარეზზე SSRK ნაკრებში ძალიან რთული იყო ადგილის მოპოვება, თუმცა მან თავისი წონის კატეგორიაში 82 კილოგრამით ნაკრების ყველა კანდიდატს აჯობა და შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბოლომდე გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. თემურ აფხაზავა დღესაც ქუთაისში ცხოვრობს და ისევ ქართული სპორტის სამსახურში რჩება. ქუთაისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელია. ქუთაისში მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში ყოველწლიურად ტარდება. მე-16 ტარდება ახლა და თითქმის ყოველ წელიწადს იმატებს რაოდენობა სპორტსმენების და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ლამაზად ტარდება. კარგია ბავშვებისათვის ასეთი ტურნირების ჩატარება. იზრდება ასე ჩემპიონი, ჩემი თავის მახსოვს, როდესაც ტურნირებზე გადავიდა სამწუხაროდ ჩემ დროს ასეთი ტურნირები ხშირად არ ტარდებოდა. თითქმის ყველა ტურნირი ჩემთვის სიხარული მიხარო და შეჯიბზე გამოსვლა და ამ ბავშვებს აღარ ვხედავ, იგივე შემიძლია ამოვიკითხო მაგათ თვალებში. გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია. იყავი შემდეგი შენ. მადლობა ყურადღებისთვის.